გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ მუშაობ რაღაც საკითხებზე და გუშინ ვეღარ მოახერხე ვიდეო ლაივის ჩაწერა, მაგრამ ვისაც გაინტერესებთ ბატონ შალვასთან ერთად მქონდა საინტერესო ვიდეო ტრანსლაცია, რომელიც შეეხება მთელი ამ ხნის მანძილზე მოლოდინში მყოფი საპატრიარქოდან ველოდებოდით პასუხს სინოდის შეკრებასთან დაკავშირებით, რომ დაიფიქსირებია ეს პოზიცია, რომელი პოზიციაც უნდა დააფიქსიროს საპატრიარქომ წესით და რიგით ამ ყველაფერთან დაკავშირებით, რაც ხდება ქვეყანაში და გული გაგისკდება ადამიანს საქმე საკადასტრო კოდებით 1000 რამით დაწყებულს თავს ბოლოს რომ ამოწმებ, რამდენი მიწა არის გაყიდული, ეს იგლ ჰილსი და ეს ემარ ჯგუფი ხალხო, ეს კიდე მულიაჟი არის, რო იცოდეთ რა, ეს წინ საჩვენებლათა. მე ახლა ერთ-ერთ კომპანიას ვისწავლებ, დავასრულებ ბლოგს, ძალიან დიდი ინფორმაცია არის და მე გაჩვენებთ კიდე რომ იგლ ჰილსი ეს ჰაერზე არის მოტანილი, თუ არა იცით, რამდენი მიწებია კიდე გაყიდული არაბებზე და არაბულ კომპანიებზე. ძალიან გაგიკვირდებათ ბევრს და 10 იმდენია დაახლოებით, რაზეც ლაპარაკია. სადაც უკვე სოფლებიცაა გაშენებული, სადაც კიდე იგეგმება, ეს ახლა ნელ-ნელა შემოსული საკითხი არის და ეს ნელ-ნელა შემოსული საკითხი რო ჯერ იგლ ჰილსი, მერე იგლ ჰილს სხვა მოყვება, მერე ის მოყვება, სინამდვილეში ყველაფერი გაყიდული არის, ქართული მიწები უკვე დარიგებულია გემრიელად და მოლოდინი არის ამ ყველაფრის, რომ რეალიზაცია როდის მოხდება. ცუდათაა ჩვენი საქმე, ძალიან ცუდათაა. იმიტომ რომ არ ვიცი, საქართველოს თბილისის საემირო თუ დაუტოვეს კიდე დიდი ამბავი არის ეგ სახელი, მაგრამ აქ მარტო არაბიზაციაზეც არაა საქმე, აქ მთელი ტრანსნაციონალიზაცია საქართველოსი. ეს უფრო უარესი თუ არის, თუ არა ნაკლები არ არის ისე შემოგარგებო, რომ იცოდეთ. ну კაი, ეს იქეთ იყოს, ახლა მე მივალთ ახლა მაგამბებთან და ჯერ მინდა ვთქვა, რომ ვისაც არ გინახავთ, შეგრძანდით და ნახეთ ბატონ შალვასთან მქონდა საეკლესიო თემი, რას უნდა აკეთებდეს ეკლესია და ვის გვერდით უნდა ეკლესია უკაცრავად, ესენი ეკლესია არ არიან, ეს სინოდი და ეს პირწაწმედილი ადამიანები და აი რაღაცა იაკობად ლად მევახშეც ყოფილა, სამევახშეო ბიზნესიც ქონია ეგერ და 9 სულიანი ოჯახის გამოსახლება დომიათ კიდე და მთელი ამბები და ახლა კაცი რომელიც 9 სულიან ოჯახს არ დაინდობს გამოსასახლებლად, იგი საქართველოს სადაც რომელიც თვითონ პირადად არ ეკუთვნის ახლა იმას არაბს კი არა ვის არ მიყიდის. საით გინდა რომ გაიხედო, აქეთ გახედავ ქოცია, იქეთ გახედავ ნაცია, იქეთ გახედავ ყანდურებია. მოკლედ ამიტომ არაა კარგად, დიდი ხანია კარგად არაა საქმე, მაგრამ დამასრულებელ სტადიაში არის შესული ჩვენი ამბები ყველაფერი და მე მინდა გითხრათ, რომ გინდა ახლა ასე თვით, გინდა ისე თვით, გინდა გამოხდით ეს დაზომბირებული, დადებილებული ხალხი რო ხართ ამ მღვდლებიდან. ჩიბუხი თუთუნი გამომელია და დროებით სიგარეტზე ვარ გადასული, ვიცი რომ ეგრევე შეატყობდით მაგ ყველაფერს, არსად არაა აქ ამაკ. ხო და მე ამ დებილ ხალხს მინდა მივმართო რა, ის რომ გამოვლიან და ზოგ-ზოგი ერთიმდის ჯერ თქვენ დაბრუნდით ეკლესიის წიაღში და მე ეკლესია დაბრუნდება თქვენ წიაღში. ვინა ეკლესია? ჯაღმაიძია ეკლესია? თუ იგია ეკლესია, რა ქვია? იაკობა. თუ იგი გუშინწინ რო განკვეთენ, დოროთე. თუ პეტრეცავა ეკლესია. თუ პეტრე კოლხია ეკლესია. თუ რომელი ერთ რამდენი ნაბოზვარი გინდათ, ახლა ჩამოგითვალოთ, ვისაც ანაფორა აწვია, რომ ყველა ეკლესიას იძახით. ერთი მაგენი არიან სასულიერო პირები და მეორე მე ვარ კიდე იაპონიის იმპერატორი. აქ მერე შეშფოთდა ხალხი კიდე ესეთი ამბავი მოხდა. აგერო ბიჭო, ეს როგორო მაგის დედავატირეო, ქრისტიანი ხალხიო, მაშიო ხანუკაში მონაწილეობდენო. ეს ორი სირი აგერ თავს დაუხურებიათ იგი და ხანუკაში მონაწილეობდნენ.
იმნაირი ქრისტიანები არიან ახლა კალაძეს და იმნაირი ქრისტიანი არის დასირებული ჩიჩილაკაც რანაირი მუსლიმი ვარ ახლა მეც აი ესე დაახლოებით რა აქვს ამ ქრისტიანობასთან საერთოდ რა აქვს ამ ხალხს ქრისტიანობასთან სანთელს რო დაიკავებენ და პატრიარქის გვერდით რო დადგებიან იქ პატრიარქის გვერდით დადგებიან აგერ გეიქცევიან ხანუკაზე დაანთებენ სანთელს მე ეგერ წავლიან და ქვია რამაზანის პერიოდი მოვა და ალლაჰ აკბარს დაიძახებენ მე ბაირამობაზე მივლიან და იქანა ეს ხალხი არიან ისინი გამახსენდა ერთი ომარ ხაიამის ლექსის ღვინოზია, მაგრამ ამათ მოერგობა, ქოცოვ, სული ხარ და გული ხარ, ჩემი ყოველი რჯულის უარყოფარ, ჯული ხარ ჩემი. ქოცი არის გამხდარი რელიგია, ხალხო. სექტაც აღარაა ეს არის რელიგია. უკვე ჩამოყალიბებული რელიგია არის. სექტა კიდე სხვა რაღაცა არის და ეს უკვე რელიგია, იმიტომ ამათ წმინდა ბიძინა ყავთ. და წმინდან თუ ხუცესები ყავთ კიდე ასე იმაში პარტიაში რომელიც დღეს ქრისტიანები არიან ხვალ ებრაელები არიან რა იუდაიზმის მიმდევრები ზეგ მუსლიმანები არიან და ასე არიან თავარია ფული კონდეს და თანამდებობა და რაც გიდა ის უძახე და მე დაგიწყებენ ახლა ამ ხალხის ზნეობაზე მორალზე და სამშობლოს სიყვარულზე ლაპარაკს ისე სირებო ერთი მარტივი რაღაცა მინდა გითხრათ, აი ძალიან მარტივი რაღაცა მინდა გითხრათ. ბიჭო, გუშინ წინ ავსტრალიაში ნახეთ რა მოხდა? ნახეთ რა მოხდა? თუ არ გინახიათ. თუ არ გინახიათ, შედით ინტერნეტში და ნახეთ. კონცეპტს მივმართავ, მე კონცეპტს ველაპარაკები. რა მოხდა იცი? აი ესე ჩასულმა მიგრანტებმა რომლებიც წლების მანძილზე მოქალაქეობაც ჰქონდათ, ცხოვრობდნენ, შვილებიც იყავდათ, ოჯახიც იყავდათ, გამოიტანეს იარაღი და აი ესე ხანუკას დღესასწაულზე შეკრებილი ებრაელები, რომლებიც ანტისემიტიზმის წინააღმდეგ იყვნენ ავსტრალიაში, აიღებ ავსტრალია, ხო? განვითარებული ქვეყანა სახმელეთო მეზობლები პრაქტიკულად არ აღავს. არაბული დასახლებები იქ არა, სექტებს იქ არაფერი არ საქმება, რო ვთქვათ ერთი იმით და უცებ ეს მოთვინიერებული თურმე აზრზე მოსული ხალხი გამოვარდნენ და მამაშვილი რომლებიც მამა 98 წლიდან იქ ცხოვრობდა, შვილი ახალგაზრდა ბიჭი და დააყვენ და დახოცეს ხალხი მოწყალოთ. ახლა ესე საერთოდ ტერორიზმთან ბრძოლის საკითხები თქვენ ძალიან მაგრად გესმით. მე ვიცი კაცო, მე ვიცი. გაგიმარჯვეთ ხათუნა, გაგიმარჯვეთ. მე ვიცი, მაგრამ ისე რო იცოდეთ ზოგადად ახლა ნორმალურ ხალხს ვეუბნები. ზოგადად ტერორიზმის საფრთხე მშიერი და გაჭირვებული ადამიანი ნაკლებადაა რო იცოდეთ რა. ის ჩვეულებრივ პეხოტად იყენებენ იმათ. და ტორპედოებად. ტერორიზმის მთავარი საფრთხე და მთავარი აი გავლენიანი ტერორისტები ვინც არიან გამოსული უსამა ბენ ლადენები და ესენი რო იცოდეთ აბსოლუტურად ყველა არის მდიდარი შეძლებული ოჯახებიდან. აბსოლუტურად ყველა რომელსაც იდეოლოგია გააჩნიათ, ქმედებებზე გადადიან, შეუძლიათ ხალხის დაქირავება და მსგავსი რაღაცების გაკეთება და აი ეს დიდ ბედნიერებას ბევრს შემოიტანენ ქოცები ისე რო იცოდეთ და ბარეორს თქვენ დასაკლავ დანას თქვენი ხელით რო თლით ამას ლესავთ, ამას ვერ ხვდებით, მაგრამ მიხვდებით არაუშავს მიხვდებით პატარა ხანში მე თქვენთანაც რომ მოვა ვიღაცა ავტომატით და იმით აბა ალლაჰ აკბარ დაიძახეუნა, თუ არა ებრაელები საქართველოში ბლომად არიან და რო გამოაცხადეს ხანუკას შიში რო ქონდათ ტერორიზმის, უსაფუძვლო კი არ იყო. უსაფუძვლო მოვლენა კი არ იყო. ჩვეულებრივი მოვლენა იყო, იმიტომ ყველგან ამის შიში. არ ვიცი ახლა ამათ რა უტრიალებ თავში ეგ რა შეაინტერესებს ქოთს, აგერ მამუკა მდინარაძის უშიშროება მიხედავს. ან გომელაური რო ახლა არ ვიცი ვინა ისა. მის მილიცია.
და ყველაფერი კარგად იქნება. ხო, რა უნდა ელაპარაკო ამ სირებს? რა უნდა ელაპარაკო საერთოდ? აზრი აქვს ეს. ესენი არიან მთავარი ახლა შემოჭრილები ამათ ცნობიერებაში შემოსული არის დღეს სხვათაშორის ბლოგი დავამზადე და დავდებ. და შეგიძლიათ ნახოთ. ეს ამბები რო ატეხეს თურმე აბანო თუ ბანში რომ ადამიანმა ვერ გაიარა და ლაივი ჩაწერა ამ საკითხთან დაკავშირებით. იმაზეც ვერ გაიგეს ვერაფერი, აგერ ლინკშია სხვათაშორის მითითებული, შეგიძლიათ შებრძანდეთ და ნახოთ Facebook-ზე. არ მიდევს ეს ვიდეო, იმიტომ რომ თხოვა თვითონ ადამიანმა არ დადო აღარ შემიძლიაო ამისისაო, იმიტომ რომ ადამიანს პირდაპირ შეუვარდნენ მიგრანტები სახლში. პირდაპირ შეურაცხყოფა მიაყენა, შუაღამეზე დაადგენ, დაატერორენ, გადაჭრის პასუხი არ უგია. აგერ რა ლინკზეა მითითებული და შედით და ამ ადამიანმა რომ მოყვა ეს ისტორია და რომ მოყვა ეს ყველაფერი და მთხოვა ჩემი გამომწერია დადები გვერდზეო სახელი, გვარი თქვა, ვინცა ეს ადამიანი კაცო ყوار მალავს რამეს სადაც ცხოვრობს ამბობს და შემოესია მთელი ეს კოცბანდა ან პროკოცური ელემენტები და ეს სიტყვება ესეთი რამ არ შეიძლება რომ მოხდეს და დაუწყეს ადამიანს მე კომენტარები უბრალოდ გათიშული მაქვს იმიტომ რომ გარდაცვლილი დედის გინება დაუწყეს შენი მატყუ არა დედა შენი ასე შენი ისე შენი ისე აი ეს არის კოცი ეს განსხვავებული რელიგიაა კიდე ეს სხვა რაღაცა არის აქ ყველა იესო ქრისტე მუჰამედი ბუდა ეს ყველა დაბლა არის და ზემოთ არის მარტო წმინდა ბიძინე და წმინდა ბიძინე ხედავს იქიდან ყველაფერს და აკონტროლებს აქ კოცების გაგებაში ხო რო იცოდეთ ის თავარია ბიზნესს არ უღალატო თორე დანარჩენს თუ მინდა სარწმუნოებას უღალატე თუ გინდა რასაც გინდა ისკენ და ატეხეს ცივილკივილი ჯერ იმ ხატია ჯანაშიას რამხელა ცივილკივილი აუტეხეს და რამხელა უბედურება აუტეხეს ან ბიჭო ხალი ხარ ხალის მიმართ როგორი დამოკიდებულება გაქვს ან ახლა ვინმე მე ვერ დამაბრალებს ღმერთთან დაემფაროს ისა რა ქვია კონსერვატიული პარტიის წევრობას და მაგათთან მეგობრობას და ძმაკაცობას და სულში და გულში ჩახუტებას ჭირის დღესავით ვეზიზღები და ჭირის დღესავით ვერ მიტანენ ვერც ერთი და არც ის ხატია ჯანაშიას კიდე ჩემი ატანა არა საქმე ამაში არა საქმე სხვა რამეშია მართალია ის ადამიანი მართალი კანონითაც მართალია ზნეობრივათაც მართალია მორალურათაც მართალია ყველანაირად მართალია და აქეთ შემოყრილები ხართ ბიჭო ეს ბოზიშვილი კოცები და თქვენი გამპრავებლებიან ბლოგერებიან იმიანად რა დღეში ხართ ჩავარდნილი აი ხლა ამბის კიდე ლანძღეს დააგინეს ეს გიორგი ბურდული ხო და აი მოკლედ რა ვიცი რა აი თან ბიჭო მრავლდებით ამ მართლა მადლობა უთხარით ამ იმას რა ქვია არაბების ინვესტიციას რა ეგრეთ წოდებულ ინვესტიციას რამდენი ლატენტური კოცი გამოძრა თავისი ბიძინა ივანიშვილის უკანალიდან და კოცების პარტიის უკანალი და რო გეკითხა რო ოპოზიცია რო იყვნენ კოცებო თქვენ ჩათალახებო მრავლდებით როგორც გოჭები წადით ბიძინას მიხედეთ მოგიტყანთ დედის პროჭები და რას ქვიო ბიჭო ვინმე გვაგინებს ეს ქვეყანა ჩვენიაო ამე არ უნდა თქვა ამაც მორჩა დამთავრდა და თვითონ ყველაფერი მოსულა კაცო თვითონ გენაცვალე აგერ რა ხვინდრავას აი სამაგიეროდ კოცობა რაფერ ფასდება შეხედეთ აგერ რაფერ ფასდება კოცობა ხვინდრავა აგერ ლოცულობს ბიზნესზე კაცი ყოველ დღე ყოველ საღამოს არიდება საქართველოში თუ ვინმე დასასახლებელი არის თურქი მესხებით დაწყებული რა ვიცი აგერ გაგზელებული სამაგიეროდ არაბებით და ამგერით და ჩვენ ილანძღვით და ჩვენ სამაგერთ დაფინანსებას ღებულობს აგერ ფულებს ბაბუ ფულები ხა სხვა რამის გამო კი არა ეჭირა ამას ხელში იარაღი ავიცი ახლა ოლეოლას შეიძლება ვერ ჯობია მაგრამ ეგეც რაღაცა აგერ აკიდო აი გიждები ამ კოცს მდედრზე ღმერთმა დალოცოს ხარიბაშვილი
ღმერთმა დალოცოს გახარია. ღმერთმა დალოცოს კობახიძე. ეს არის ეს არც დაავადებაა ხალხო უკვე და არც სექტანტო, ეს არის რელიგია. ჩამოყალიბებული რელიგია. ვიცი მე ამ ხალხს რა უნდა უთხრა? ამათვის სამშობლო უკვე დიდი ხანია არ არსებობს, მაგრამ ერთი სიმბოლური რაღაცა მინდა გაჩვენოთ. თქვენი ბიძინე ყულა არ იძლევა ამ ფულებს და ბარეულს რაფერაც წამოარწევია, ისე წამოარწევიებს თქვენ თავსაც. Варам сейчас у меня трансляция, не до времени. Позже. Пожалуйста. Бодишит, այս რუსეთის აგენტი არის ჩემი მეზობელი და მეძახდა ახლა ის. პუტინის გამოგზავნილია. ხო და აი ესე წაგაგდებიათ თქვენს თავს. რაფერად წააგდებია ბაშიაშვილს, რიჟვაძეს, რაფერად წააგდებია იმას რა ქვია კვირიკაშვილს, გახარიას. ბევრს კიდე თქვენებურს, თქვენ უფრო გახსოვთ ვის როგორ და რანაირად. რა თქვენ ფიქრობთ, თუ ჩვენამდე ეს არ მოვა? მოვა, ამ ბიზნესხელით მოვა. ან თქვენი გაკეთებული საქმიდან გამომდინარე მოხდება, მაგრამ აუცილებლად მოხდება. არ გქონდეთ ვინმეს რამის წარმოდგენა იმისი, რომ მსგავსი რაღაცა არ მოხდება. ესენი ისე ამზადებენ, იმხელა უბედურებას ამზადებენ საქართველოში და იმდენ უბედურებას გვიმზადებენ. ოღონ ამათმა ფული იშოვან და ოღონ თანამდებობაზე იყვნენ. ეს ასე უკვალოდ არ ჩაივლის. მასე ეგონა ჩემო ძმაო, ყველას მასე ეგონია თანამდებობაზე, რომ დაჯდებიან. ყველას ასე გონია, რომ ასე იქნებიან ბოლომდე და ასე შერჩებათ და შეერგებათ. სამწუხაროდ. ახლა კაცი ბჭობდაო და ხვინდრავა ახლაღებულობს მილიონერებს, გადასარევია ხალხო თქვენი ამბავი, ას მელაპარაკებით ერთი კაც. ხვინდრავა მიცის ყორფელი და ხვინდრავა მისა, მაგრამ ყველაზე საინტერესო რა არის, იცი, აი ბოლო დროს გამოაგორეს. ახლა რა ხალხი შეიკრიბება, კიდე იცი, აი ბიზნეს ირგვლივ. ფხუკიასნაირები. ეს ფხუკია, ეს სირი ხო გახსოვთ? კოვიდის პერიოდი რო იყო. ხო ლევან რა უქნა ეხა შენგენაცვალე ახლა და რა უქნა ამათ წევლას ვერ დავიწყებ კაცი ვარ და არასწორად არ ვაგინებ ახლა და ქვეყანას მიყიდიან და გადაშენების პირასაა დამდგარი და ჩემი გინება გიკვირთ. ეიტანეთ ცოტა ხანი კაცო. ნეტა ჩემი გინებაზე რო გაქვთ რეაქცია, მასე რეაქცია სამშობლოს გაყიდვაზე გქონდეთ და არ მექნებოდა ისა რა ქვია, აღარ შევიგინებოდი მეც ამდენს. ეს გახსოვთ ეს ფხუკია, ეს სირი, ჩამოყალიბებული დიშლა. აღარ დარჩათ ახლა კოცებს ვინმე ეს კოვიდ ფაშისტი კი ბატონო ფხუკია ის ჩართეს ხალხო და ფხუკია ახლა გვასწავლის ჩვენ მე ვერ გევიგე ფხუკია საერთოდ ვინაა ნახდათ ვერ გავიგე რეალობაში ვინა ვერ გავიგე თორე ისე ძალიან კარგად ვიცი აქ აგდია საფრანგეთში აგდია კაი მაყუთი აქვს ნაშოვი სხვათა შორის რო იცოდეთ მაგრამ ეს არც ექიმია არც ბიზნესმენია ეს არის ბარიგა რო იცოდეთ ისე რა წამლის ჩვეულებრივი ბარიგა ნარკოტიკებზე და ამგეზე კი არა ფხუკია პირწავარდნილი დარბოდა აფრიკაში რო წამლები გაიყიდა იქ
რო იძახო და თქვენ ბიჭო თქვენ მე რა უნდა მიქნათო მეო სომალში ვარო კაცი ჭამიებში მაქო ფუკია გადარჩენილიო თქვენ მე რა უნდა მიქნა ქუთაისში ვარ გაზრდილი ძველი ბიჭი ვარ პასუხს მოგთხოვთო ბიჭო ხო და ეს ფუკია მაშინ ხო ექიმი იყო სინამდვილეში არანაირი ექიმი ეს არა იმაში აქ აღებული რა ქვია დიპლომი აქ ნაყიდი სასხა ჯანდაბის იმაში ორღობეში სოყვები ვითრო იყო დახსნილი ის ასაკტო რა სამედიცინო განათლება ის რო იცოდეთ ამას სამედიცინო განათლება არა აქვს ენა რო ქონდა წაგდებული და იმაზე ვაქცინაციის იმას რო კითხულობდა მის ინტერესი იყო უბრალოდ ფუკია მილიონებს შეულობს მაგნაირი მესამე მეოთხე დონის ქვეყნებში წამლების გაყიდვით ხო და ეგ ინტერესი ქონდა რომ წამლიდან ფული ეშოვა საქართველოში ასე აქვს ნაშოვი მილიონები რო იცო პატარა ფული არა აქვს ამას ფუკია თქვენ ხელწამოსაკრავი ნუ გონიათ და ფუკია ყოველთვის იყო კოცების გაправების იმაში რა ქვია სამსახურში ჩამდგარი მიუხედავად იმისა რომ ისეთ უკნიდან განათლებულ ხალხთან იყო ფუკია ყოველთვის ხარდამჭერი იყო ამათ ება გადახედეთ რაში არ ამართლებდა ყველაფერში ამართლებდა ფუკია ახლა ბიზნესმენი გამოვიდა და მთელი ევროპელებიო საკუთარ დედას გაყიდიანო საკუთარ დედასო გაყიდიანო ევროპელებიო არაბული ინვესტიციისთვისო მე დამისახელოს ფუკიამ ერთი ქვეყანა საფრანგეთით დაწყებული, დამთავრებული პოლონეთით, სადაც ინვესტორს ვინმე საკუთრებაში მიწას გადაცემს და მიყიდის. ფრანგულ მიწას, იმას, რა ქვია, ჰოლანდიურ მიწას და ასე შემდეგ. მაჩვენეთ ერთი. ახლა შენაირები ფუკია სინდის ნამუს რო კაცი გაყიდის და ზნეობას რო გაყიდის და მორალს რო გაყიდის და ამით ფული შონას გადაწყვიტავს დედასაც გაყიდის მამასაც და გაყიდული გაქვთ ეგი თქვენ პირველათაო ძნელიო ისე ღალატიო თუ არა მერე და მერეო კაი სარფიანი საქმე არის ფუკიაც კი გამოაგორეს დაგვირდით ახლა თქვენ ეს ხალხი ვინც იყო დაჯგუფებული მაშინაც აბსოლუტურად მეავიცერი შენთვის, შენაიცერი ჩემთვის, რო გეუნებოდი. ყველა ეს გამოსილებული ხალხი ახლა ყველა იქნება მომხრი არაბული ინვესტიციის. ყველა. ვინც ნიზლავს თავდებ. ვინც მაშინ გამწარებულ ვაქცინაციაზე COVID ფაშიზმზე თავს იკლავდა. ყველა კისრის ტეხით იქნება მომხრე არაბული ინვესტიციის აფხუკიას თამადობით. თორე გადაამოწმეთ თქვენ თვითონ. ვისაც იცნობდით. იმიტომ რომ ეს არის სენი. ეს არის რელიგიური სენი. და მაშინდელი რკინის მინისტრი და ესენი რო იყვნენ. ხო გახსოვთ კაცო. და ის სამი სირი რო იყო კიდე, ერთი მოგდამი აქვს და ძაღლი სულში. აუ შენ რა ყველას ლანძღაო ჯერეთი მე პარტიაში არა ვარ და პარტია არა მაქვს და ან ჩემს ფეხებს თუ არავინ არ მოდის ვისაც ჩემი სიმართლე და ჩემი შეხედულება არ აინტერესებს ეგ სხვაგან იკითხეთ ის ხალხი რო გინდათ პარტიაში ფულის საშუალად და სახაზავა და მაგარი არ მაინტერესებს და ვინცა სალანძღავი ლანძღავ და ხა ფხუკიას თავისი ფხუკიობის გარდა ამ სირთან აქ რო ვიყავი ლაივებს რო წერდი დამიკავშირდა მომწერა და შენო ბიჭო რა ისო აქეთო იქეთო მაქო საფრანგეთშიო თავშესაფარშიო რო ცხოვრობო ჯერთ არც დავცხოვრობდი თავშესაფარში არც არავის მოუწია ის თავშესაფარი რო იცოდეთ რა მთელი ჩემი იმის მანძილზე საფრანგეთში მეგაფინანსებო გადასახადს ვიხდიო ხო ეს იყო ფხუკია ფხუკიას გარდა იმისა პირადულათაც აქვს ძალიან დიდი მოსაქმებული და ვიტოვცენ პასუხს და სირია ეს კაცი რო იმას იტყვის დედაჩემი განდონებს მაძლევდა ქალებში წასასვლელათო და სექს მიხსნიდაო ისა არანორმალური და დებილი და შენ თუ გადარდებს იდარდე მე არ მაინტერესებს ფხუკიას ბედი ღვალი რა ვიცი ფხუკიას გზას დაყვალს რას გეიგებს ადამიანი ხო და
შენ ამის დებილი თავი იქეთ ეს რო უყურებ ნერვები მეშლება ხო და ვისაც ფხუკიას იგჯერათ ვისაც ახლა უცნობს თლათ ახალი გარღვევა მოუგონებია ეს ვინც ხას მაგარი გარღვევა მოუგონებია კიდე რომ ხალხო აიო ეროვნებაო და ეროვნულობაო და ზოგადად ეროვნებაო ღმერთის სასჯელია აი ღმერთმაო კაცობრიობაო დასაჯაო ჩვენო დასჯილები ვართო ანუ თუ გინდა შენ იყო მორწმუნე დიდი ქრისტიანი შენ უნდა იყო კოსმოპოლიტი იმიტომ რომ უცნობის თავისი სიბრძნეების როშვით აღმოჩნდა ისე რომ თურმე ღმერთმა დასაჯა ხალხი ეროვნებით და ენით თუ არა ბაბილონის გოდოლი შენდებოდა და ამიტომ თუ ჩვენ გვინდა ესე იგი დიდი მორწმუნეები ვიყოთ და დიდი ქრისტიანები ვიყოთ და შავრაზმელები ვიყოთ არ ვიყოთ ის ვქნათ რა ქვია გაუხოთ კარი ყველას და ეროვნებაზე უარი ვთქვათ და სარწმუნოებაზე უარი ვთქვათ და რა ვიცი ღმერთი ერთია და მე რა პრობლემა არაბი ჩამოვა თუ ვინ ჩამოვა უნდა გავაინტერნაციონალოთ ქვეყანა ეს ხალხს აქ გამოსირდით თქვენ დედამოწყულებო თუ აი რა გჭირთ ვერ გარო აი ამ ფულმა თლად გადაგაგვარათ რა აი თლად გადაგაგვარათ აი ვაფშე ესე იგი ადამიანობის ნასახი აღარ დაგიტოვათ ბიჭო აქამდე რო ეკითხავ პატრიარქის გწამდათ მის ქადაგებას ისმენდით ღმერთის სიყვარულია იძახოდით ახლა პატრიარქის ზედმეტია კაცო ლაპარაკი პატრიარქი რაში გაინტერესებთ ახლა იმ ხელა ფული მოდის ვიცი უკვე ეროვნებას და სარწმუნოებაზე კი არა უკვე ეროვნებაზე უარის თქმეს იმაზე სახართ მოსულე არ ვიცი ძმაო ასე გაჩათლახებული და ასე გადაგვარებული თუ სადმე არის ხალხი მე არ მგონია და საერთოდ ვისი დამსახურებაა იცით ეს ყველაფერი აი ვისი მე რო ამას ვამბობდი რომ ამაზე ლაპარაკი რომ მქონდა შენ ეკლესიას ებრძვი ღმერთს ებრძვი ამას ებრძვი ერის სულიერი მდგომარეობა აი ვის კისერზეა ერის სულიერი მდგომარეობა აი ვისი დამსახურებაა ქართველი ერის ამ დონეზე მიყვანა რწმენის რიტუალებზე დაყვანა მე სოროში შეძრომა და თურმე მათმა იციან ყველაფერი და თქვენ არაფერი არ იცით თქვენ თუ გინდათ რომ გვერდში დაგიდგეთ ჯერ მოდით და ეკლესიის ეგია ეკლესია რომელი ერთი არის ეკლესია ეს ჭუაძე შუაში როზის ყანდური პირწავარდნელი ყანდური ბიტკოინებით დაწყებული 1000 უბედურობა და ისა აქვია გახსნილი აქვს იმაში მონასტრები აქვს გადაქცეული ბიტკოინების ფერმებად ეს შუაში როზის ეგია ვაჰა იაკობს წარდგენა არ ჭირდება იაკობი ძველი ყანდური არის გამოცდილი ვაჰა შიოზე რა ასალაპარაკო და ეგერ ხვევით ამათი გამოწვრთნილი და ამათი გამოზრდილი ვაჰ სადამატი სიგარეტი კაცო გამოზრდილი ის რა ქვია ყანდური და ეს მისი ყანდურის რევლი რომ გადაჭარბებულად მიაჩნია გურამ ფალავანდიშვილს და ამ ხალხს არაბიზაციის პრობლემები საქართველოში აი ასეთი საქართველო ასეთი ზნეობრივი ქვეყანა მოგვიძღვნეს ბოდიში შემოგარგებო ის ამის სიგარეტს ნახავთ რა სულად ხო ჩვენმა წმინდა მამებმა შენ შემოგივლე გეხვეწები რა მეც ვიცი რომ არაა კარგი რომ ვიგინები მეც ვიცი რომ არაა კარგი მე ისეთ ოჯახში გავიზარდე მამა ჩემის მხრიდან ჩემზე და დედა ჩემზე შეგინებული კი არა ამის დედავატირი არ გამიგონია მაგრამ სამწუხაროდ
იმდენი ღალატი და იმდენი ნაძირლობა და იმდენი ვირთხობა ვნახე ცხოვრებაში, იმდენი არაკაცობა ვნახე და იმდენი ფარისევლობა ვნახე ცხოვრებაში, სხვა სიტყვები მე ამ ხალხისთვის არ მემეტება და ან დიდი ბოდიში, მაგრამ მომისმენთ რა თუ ასე წუხდებით ამ ჩემი ლანძღვაგინებიდან რა. მე არ ვარ კიდე ის კატეგორია ადამიანს, ვისაც ვლანძღავ, მე იმის გვერდში დავდგე და ამ პური ვჭამო და ან შეინჭირიმე შენ გენაცვალე ვიძახო და იყავით ჩემზე უკეთესი ქართველები და ჩემზე მეტი გააკეთეთ ამ ქვეყნისთვის, მე ვიქნები ბედნიერი, მე ვიყო უკანასკნელი ქართველი, იმიტომ რომ ის მაინც მეწოდინება სამშობლოს მაინც არ გავყიდი და რა გითხრათ ახლა, რა პასუხი გაგცეთ მეტი. ჩემ ლაივებში დამიტოვეთ ჩემი თავისუფალი აზრის გამოთქმის საშუალება. სად გინდა ადამიანი რო წახვიდე? ადამიანი სად გინდა რო წახვიდე? სად გინდა? ერთადერთი გამოსავალი გაქვს, წახვიდე ქვეყნიდან და დაივიწყო საერთოდ ამ ქვეყანაში რაც ხდება. თუ შეძლებ ამასაც. ლევან ახალაია, პირწავარდნელი ქოძია და ლევან ახალაია, უნაბოზრესი ჩათლახი არსება არის, იმ ლანძღავდა და აგინებდა ხალხს. რა უნდა ელაპარაკო? ამ მნიშვნელობა ცხოველი არა, მე ნახდათ აი დედას გეფიცები სიმართლე მინდა გითხრათ რა, აი ყოჩახ ივანიშვილს რა, საღოლ, აი აქედან მინდა შევაქო და გადაცემ ალათით ძმაო, ნაღდიო ჩოპინტრეხა რა, ფლორის და ფაუნის ღმერთი. უბრალოდ აი უცნობის გამოთქმაზე რომ თურმე ეროვნება სასჯელია, მე საბოლოოდ დავწუნდი, რომ რაც ბიძინა ივანიშვილმა გაუკეთა ქართველ ერს, ამ დონეზე მართლა არავის არ გაუკეთებია, იმიტომ რომ მუსულმანები გამუსულმანებას ცდილობდნენ, რუსიფიკაცია გარუსებას ცდილობდა, ბოლშევიზმი საბჭოთა მოქალაქის წარმოქმნას ცდილობდა და ვერც ერთმა ძალამ ვერ შეძლო ქართველი ადამიანი დაიყვანა იმ დონეზე, რომ ცხოველს დამგვანებოდა. აი უცნობს რო უყურებ და ქოცებს რო უყურებ, რომელიც ამბობს, რომ ეროვნება ეს ღმერთის სასჯელია და ყველაფერი სწორადაა, აი დარწმუნებული ვარ იმაში, რომ როდესაც რატო ვამბობ ამას იცით? არა, კიკუებიც არ არიან, ცხოველები არიან. ზვიად გამსახურდიას, რომ მოთხოვეს მაშინ ეროვნების უარყოფა და მსგავსი რაღაცეები, მაშინ წყონებულმა უთხრა ესეთი რაღაცა. ეროვნება არ აქვს ცხოველს. და როდესაც ადამიანი ეტყვის, რომ ეროვნება ეს ღმერთის სასჯელია და ამიტომ ეროვნების წინააღმდეგი არის, ის უკვე დასულია ცხოველის დონეზე და მინდა მიულოცო ბიძინა ივანიშვილს საღოლ ძმაო, მაგარი ზოოპარკის შემოიკრიბე, აი უკვე მართლა ზოოპარკი არის ეგ ხალხი და მინდა გითხრა, რომ რისთვისაც იღწვოდი უკვე მიღწეული გაქვს და შენ ოჩოპინტრე ხარ და ესენი შენი ცხოველები არიან ნაღდათ და ფრინველები იმ შენ ოჩოპინტრეს სამყაროში, იმიტომ არც შენ ახარ ადამიანი და არც ესენი არ არიან ადამიანები. კი. აი 100%-იანი ეგრეა, იმიტომ რომ მე არ ვიცი. მინახია, ნაღდათ მინახია, რომ რწმენა შეცვლილი ადამიანი მინახია. ზოგი მუსულმანი გამხდარა, ზოგი იაღოველი გამხდარა, ზოგი გირჩელი გამხდარა. კი ბატონო, მინახია ესეც, მაგრამ ადამიანს ეთქვას, რომ ეროვნება სასჯელიაო, ამნაირ ნავთამხოდა ნახი და გაგონილი, მაგრამ ალბათ კიდე მეც გავიგებთ მომავალში რა. და აი, რაღაცნაირად, იცი, ადრე არ მქონდა მაინც ესეთი დამოკიდებულება, ბიჭო,
სააკაშვილის დროს და ამ დამპლების დროს ხო რაღაცნაირად ყველას გარკვეული იყო, მტერივინ იყო და ესე ქოცის ხსენებაზე მაგ ისეთი ალერგია მაქვს, ხო? აი ბურძგლი მაყრის სტანსი. ბიძინაზე რო დაიწყება ლაპარაკი. და როდესაც ვხედავ, რომ აი ამდენი ადამიანი ამომრჩეველზე არ მაქვს ლაპარაკი, დაშინებული, დაზომბირებული ადამიანი რომ მივა და შენი მთავრობა ხარ და შენი დედაც მოწყანდა რომ ჩააგდებს, იმაზე არ მაქვს ლაპარაკი რა. აი ქოცი რო ქვია. და აბსოლუტურად ყველაფერს რო პოლიტიკურად უყურებენ და აბსოლუტურად ყველაფერში რო ბიძინე და მსგავს. მე მეზიზღება ეს მასა. აგრესია მაქვს და მეზიზღება, იმიტომ რომ ესეთი ბედელა მასა თუ არ გეზიზღება, შენ ადამიანი არ ხარ. შენ ისეთივე ცხოველი ხარ. იმიტომ რომ თუ გაიაზრებ, რომ შენ წინ დგას ადამიანი, რომელსაც არც სარწმუნოება ადარდებს, არც მიწა ადარდებს, არც კულტურა ადარდებს, და ახლა აღარც ეროვნება ადარდებს და სასჯელად თulis, რომ ქართულ სიტყვაზე ეროვნების ნიშანი რო აქვს, სასჯელია. ახლა შენ თუ ესეთი ადამიანი არ გეზიზღება, მაშინ არ ვიცი. მაშინ არ ჩენ გასვავდები მისგან რა. იმიტომ რომ ეგეთია და მე საქმე იმაში არის, რომ მოდიან აქეთ აგრესიულად. ჰიბრიდული ჯიშები არიან ახლა ბატონი შალვა ამბობს, ხანდახან მე დარწმუნებული ვარ, კი არა, უკვე 100%-ით ვფიქრობ იმას, რომ ეგენი ადამიანებიც არ არიან. მე გამოვა და სანთელს დაიკავებენ ნაღვერთ. აი ერთი და ორი რო იყოს კიდე ხო? აი ერთი და ორი რო იყოს და თქვა 100 იყოს, 1000 იყოს, მარტო მაგათი პარტია იყოს კიდე ხო? ამ ხელა ბიჭო ბიდლამასა რო აი კოლექტიური უცნობები და კოლექტიური რამიშვილები რო არიან გადაქცეულები, დედას გეფიცები მართლა არ მიმიწევს გულიან საქართველოში დასაბრუნებლად. თუ დაბრუნდები, უნდა დაბრუნდე იმისთვის, რომ ამ ნაგუებიდან გაწმინდო ქვეყანა თუ არა. ის საქართველო აღარა ის საქართველო. ჯერ სააკაშვილი ძახდა მენტალური რევოლუცია მოახდინეო. მიშასთავობები გამომზარდეო. და ახლა ბიზნეს თაობა ვაფშე ხო საერთოდ რა ვიცი. თუთუნი გამითავდა ჯიგარო, თუთუნი და სანამ იყიდი და სიგარეტს ვეწევი. არ მიღალატები, არ ვარ მე მოღალატე კაცი. აი, კი მართალი ბრძანდებით რა, აი მართალი ბრძანდებით, იმიტომ რომ როდესაც არის ეს თინათქვამი, რომ დარვინის თეორიაო, როდესაცო გამოვიდაო, ხო, აი რომ ადამიანიო მაიმუნისგანო წარმოიშვა, ამტკიცებდაო, მის მერეო აი თეორიაში რო გაყვეო დარვინის თეორიასო, მაშინო მიხვდებიო, რომ არასწორი არისო, იმიტომ რომ მის მერე მაიმუნი ადამიანად გადაქცეული არავის არ უნახიაო და აი მაიმუნად გადაქცეული ადამიანიო უამრავი შეკვედრიაო და აი რო უყურებ გამაიმუნებულ მასას, რომელიც ერთადერთი მიზნით ცხოვრობს, არსებობს იმისთვის, რომ ვიღაცას რაღაცა გამოტყავოს, ვიღაცას რაღაცა ეპირფეროს, ფარისეველი, არც ღმერთი წამს, არც ქრისტე, ქართულად რო ლაპარაკობს უბრალოდ, ქართულად მოლაპარაკე ცხოველი. და აქეთ წაგიკითხავს ლექციას, თუ რა დონის პატრიოტია და რა მაგარი და შენ რატო რა ხარ ამნაირი და ღმერთმა დალოცოს, ისაა წმინდა ბიძინა, მარტო ისაა ზევით. აქამდე პატრიარქსაც ამბობდნენ, მაგრამ ახლა პატრიარქს საერთოდ აღარ ამბობენ. აღარ იკურნება, არა. არ იკურნება. როგორც მიშიზმი არ იკურნება, ისე ბიძინიზმი არ იკურნება. ესა ჩვეულებრივი დაავადება, იმიტომ რომ რა ვიცი, ადამიანი რო იყო, იმას არ უნდა თვლიდე მინიმუმ რომ ქართველად რო დაიბადე, სასჯელია და ცხოველი ხარ და ასე შემდეგ. რა ვიცი, თუ ვინმე საიმე კითხვა გაქვთ, დავსვით, გაგცემთ პასუხს, დღეს დავასრულებ ბლოგი იმ საკითხთან დაკავშირებით დეტალურად. ასევე ვისაც გაინტერესებთ რუის ურნისის კრებასთან დაკავშირებით ვრცელი
ვიდეო არის დადებული ბატონ შალვასთან და შეგიძლიათ ნახოთ. 10-15% გიორგი რაზე მაქვს მე ლაპარაკი, იცი? 10-15% ხო არის ეს ნაცკოცი. ზუსტად ეს 10-15% არის ქვეყანაში, ვინც ქმნის საზოგადოებრივ ცხოვრებას. 30% რო 30 ახლა შენ წარმოგიდგენია 30% რო საქართველოში ეროვნულად აზროვნებდეს? 30% რო საქართველოში ეროვნულად აზროვნებდეს, ჩვენ აღმაშენებლის ეპოქაში დავბრუნდებოდით. რას მეუნები, ჩემო ძმაო? ისინი ახლა რასაც გელაპარაკებიან, მართლა საქართველოში მაქსიმუმ თუ არის დარჩენილი 10% ქართველობა, ვისაც და არ არის ეს პატარა, ისა რა ქვია, ნუ არის სადღაც 350,000, სადღაც 400,000-მდე ქართველი არის დარჩენილი, ვისთვისაც მართლა სამშობლო და რაღაცას ფასი აქვს. და რწმენას, მაგრამ აი მასას რას მელაპარაკები თუ ჩემი ძმა ხარ? და ამ 30%-დან დიდი ისა რა ქვია, ამ 10%-დან დიდი ახლა ის კესის გარეშეც რო ვთქვა, შეკრიბო 5-6% კაცების, რომლებიც მზად არიან სამშობლოსთვის იბრძოლონ და გადაარჩინონ. მაგრამ აი ყველანაირად, აი რატო გეუბნებით, რთული დროა, მაგრამ აი ყველანაირად წინააღმდეგი ვარ ამ ეტაპზე, სანამ ამათი ბოგინია და არაფერი არ ჩანს, თავგანწირვის. აღდა წინააღმდეგი ვარ თავგანწირვის. და რატო? ეგ იგივე არის ბრმებს დაუნთო სანთელი. რა თუნდა ბრმას სანთელი? რაში ჭირდება? ბრმა ხო მაინც ბრმაა და ვერ დაინახავს. დაიწვა პირდაპირ გაგებით გიაბესაცემ თავი რუსთაველზე. და მაშინ ვერ შეძლო ხალხისთვის თვალები აიხილა, ბრმებისთვის დანთებულ სანთელად დაიწვა. ერთადერთი რაც შეუძლია ამ 10%-ს, ყოველგვარი ამ მიშების და ბიზნესების გარეშე გაერთიანდეს. და შეიძლება ერთად გონებით და შრომით და ბრძოლით რაღაცა შეცვალოს. თუ არა დამთავრდა. აი 72 წლის კაცი წერს ესეთ რაღაცას, რომ ასაკში ვარო ახლა, ხო და ვეღარ გავივლიო იმ პროცედურებს, რომ რაც გავიარეო. თუ არა აქ დამრჩენი ნახდათ არა ვარ. შენ შემოგივლე მისინებით ძალიან ცოტა ვინმე თუ წამოვა, მე პირდაპირ გეტყვი, მე აქ ვარ უყურებ, მისინებით ძალიან ცოტა თუ ვინმე წამოვა, მით უმეტეს საბრძოლველად ნაკლებად მეეჭვება, მით უმეტეს როცა ძალას ვერ ხედავენ და ამერიკიდან ძირითადში გამოადეპორტებენ უმრავლესობას, იმიტომ რომ გამგაცრებულია საიმიგრაციო პოლიტიკა. გაიხარეთ, ჩემო კარგებო, მეც გილოცავთ დამდეგ ხვალ ბარბარობა არის და წმინდა ბარბარის მადლი და ძალა ეწეოდეთ ყველა ქრისტიანს და განსაკუთრებით ბავშვების მფარველი არის და ვიცი, ბავშვები ამგენიდან და საცავი. ხო მაგაშია გია საქმე ახლა ხო ხედავ იმ კაცმა მოყვა, აი ნერვები რატომ აქვს ახლა ნერვები მოშლილი ამ ყველაფერზე. ესე იგი ადამიანმა მოყვა ის რაც დაემართა. ძინარი ადამიანს თავს დაესხნეს, შეურაცხყოფა მიაყენეს და ახლა სახშირ ადამიანი შემოგივარდა, მოყვა მისი ისტორია თუ რაც მოყვა. კაც სახეს მალაავს, ჭორაობს თუ რამის პირად ისტორიას ყვება სახელით და გვარით. და ეს დასირებული ხალხი ან იქეთეუნება, რაში ჭირდება ტყუილი? რაში უნდა ჭირდებოდეს? რას იკეთე პოლიტიკური პარტიის წევრია ერთი ჩვეულებრივი პატიოსანი მშრომელი ბიჭი.
ან თავისი ამ ძიმე ისტორიის მოყოლა ასე საჯაროდ მარტივი იყო? იქეთ ლანძღავე. და კომენტარები აგინებენ. და ჩავკეტე უბრალოდ კომენტარები იმის გამო, დედა გარდაცვლილი მყავსო და არ მინდაო რა რომ აგინოსო, ცუდად გავხდებიო რომ ხალხმა დაიწყო იქ ლანძღვაგინება ზოგიერთი. აი ამ დონეზე დასული მასიდან ახლა რა უნდა იფიქრო და რა უნდა ილაპარაკო. იგივე ის დასირებული მასა იმ გოგოს რომ ჭამდნენ იმას რა ქვია იმის გამო თუ რას ქვია იქ ქუჩაში გადაკეტილი ქუჩა დაინახა ამათი წყალობა ყველაფერი და ამათი დამსახურება არ ვიცი კაცის ხელი ვერ გაასწორებს და იმედია ღმერთი გადმოხედავს კარგი შემოკარგებო დაგემშვიდობებით და გარდაცვლილი საქართველოს ჭირის სუფლებს უფრო გავართ ახლა ჩვენ ვიდრე სამშობლოსთვის მებრძოლ ადამიანებს მაგრამ რაღაცა დიდი აფეთქება უნდა მოხდეს ასე იმით არაფერი არ მოხდება იმიტომ რომ ადამიანური გამოშტერების ადამიანური რესურსით ფულადი რესურსით სახელმწიფო ადმინისტრაციული რესურსით ეს ყველაფერი აი ამ ყანდურების აი ამ კოცების და მათთან ჯიბე გასქელებული ადამიანების ხელში მორჩა და დამთავრდა ალბათ მეორეცა შეიძლება ჯერ ჩვენ ხო განსაკუთრებული ერი ვართ ხო და ძალიან ბოლომდე არ მოუჭერიათ აი 70000 რო ჩამოვა იქ რო დასახლდება და რაც იმაში ხდება აი ავსტრალიაში და სხვაგან ის რო თვეში ერთხელ მაინც მოხდება საქართველოში აი მე შეიძლება გამწარდე. რასამობ გია ესენი არიან ჩასაფრებული ხალხი. ესენი ზოგადად მას არის ჩასაფრებული. ჩასაფრებული არის. იმას შენ დაგიწყებენ ლანძღვაგინებას. მე დამიწყებენ ლანძღვაგინებას. მე ფული მოვპარე, ქვეყნიდან გავაქციე რამე შევპირდი და არ შეუსრულე, მე მაფინანსებენ, ჩემ ოჯახს აფინანსებენ, ჩემ კეთილ დღეობასა თუ რა, ვინც ამას უკეთებს. იმას იცავენ და შენ გაგინებენ, იმიტომ სიმართლეს ამ. მოვა, იმედია მოვა და ახლა აქ ოჩოპინტრეს ბანაკში უკვე სრული ჰარმონია ცხოველების. მასე იყო ჩემო ძმაო, მას იყო. ეგ ყანდურები იყვნენ, ზუსტად ამნაირი ყანდურები იყვნენ, როცა მამა გაბრიელს უგზავნდნენ ეკლესიაში შესვლას. კი ბატონო, მასე იყო. და სასულიერო პირი რო გამოვა და მას რუისურბნის ისკრებაზე რო გეტყვის, მაგი არა საქმეო და თურმე ამათი ბოდვა ყოფილა, მოსასმენ? საგიჟეთია დღეს ერთ ადამიანს ვესაუბრე, აი ღრმად განათლებულ ადამიანს, აი თხემი ტერფამდე ქართველს სიღრმისეულად მწოდნეს ყველაფრისას რა. და ვეუბნები მეთქი მე რო ვისმენ ამათ ლაპარაკს მე ვხვდები ცუდად. წარმომიდგენია თქვენი დონის ქართველი ან ცხონებული სიტყვა თემურ ქორიძე რო იყო ის რომ მოისმენდა ამათ ბიზინა ივანიშვილის და ამათ ქართულს ის ადრეში ჩავარდება. აი ხარეთ ჩემო კარგებო, ნახოთ. გულს ნუ გავიტეხთ. იმიტომ აბსოლუტურად მე მინდა ვიცოცხლო იქამდე რომ
ამათმა რაც დათესეს, თავად მოიმყონდა, თავად ჭაბուն მის შთამომავლობასთან ერთად. ეს მინდა. აუცილებლად უნდა ჭამონ ივანიშვილის თამადობით. ასია კიცბაო, მასი არის, მასი. მე მინდა შევხედო. თუ არა ამ ქვეყანაში თუ არა ღმერთს უნდა ვთხოვო ჯოჯოხეთში მომახვედროს. ამიტომ ამათ დედის წყნას იქ მაინც უყურა. რაფერ დაიტანჯებიან. ამ ყველაფერის სიკეთისთვის, რაც ქვეყანას გაუგეთენ. კარგი, შემოკარგებო, დაგემშვიდობებით. მაგას ველოდებით ბევრი. კი, ბევრი ველოდებით.